მეზვერე და ფარისევლის კვირა. დღევანდელ დღეს მინდა გესაუბროთ ჩემ თავზე, როგორც ფარისეველზე და მოკლედ ამავე დროს ყველა ჩვენთაგანზე. იწყება პერიოდი, სადაც თუ კი მარხვის დასაწყისი ადამიანმა სინანულით არ დაიწყო, იცით გამოთქმა არის ესე ხო, მარხვა სინანულისა, აღდგომა სიხარულისა. თუ ადამიანმა სინანულით არ დაიწყო, ანუ მიჯნა არ გადადგა ნაბიჯი სინანულით დიდი მარხვის პერიოდისა, მაშინ ეს მარხვა მისთვის იქნება ფუჭი, არაფრის მომცემ. ამიტომ ეს დღეები, რომელიც ჩვენ გველოდება, კვირა დღეები, რომელიც ჩვენ გველოდება, არის ხსენება მეზვერე და ფარისევლისა. შემდეგ კვირა ჩვენ გვექნება უძღებიშვილის კვირა, ძალიან საინტერესო, მთელ სახარებას იტევს ეს იგავი. შემდეგ იქნება საშინელის სამსჯავროს ხსენების დღე და შემდეგ იქნება ბოლო უკვე ყველიერის კვირას იქნება ადამის განდევნა სამოთხიდან. ანუ ჩვენ სასუფევლიდან გამოვიდევნებით და ვიწყებ სინანულით ისევ ქრისტესაგენ სვლას, გვინდა ისევ მარადიულობაში დაბრუნება. და ეს წინა კვირები ეს არის მომზადება და მომზადება რისთვის? მომზადება სინანულისთვის. თუ ადამიანს კიდევ სინანულით არ შეუდგება მარხვას, თუ კი ის არ შინაგან, ანუ რა არის სინანული, გელაპარაკეთ ამას წინათაც, ხო? მეტანოია, ეს არის გონების შეცვლა. ადამიანში რაღაც უნდა შეიცვალოს. ადამიანში უნდა რადიკალურად შემოbrunდეს მისი ფიქრები, მისი აზრები, მისი ღირებულებები, მისი ფასეულობები და ასე შემდეგ. აი და მეზვერე და ფარისევლის კვირა ეს არის ყველა ჩვენთაგანის გულში ჩასახედი კვირა, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანში არის მცირე თუ დიდი დოზით ფარისეველი ცხოვრობს, იმიტომ რომ ჩვენ აი ხა ვისაუბრებთ რატომ არის, რა მახასიათებლები აქვს ფარისეულ ადამიანს და მე რა მახასიათებლები მაქვს ჩემზე მინდა გელაპარაკო და დანარჩენი თქვენც იქნებ საკუთარი თავის მოკლედ თავისთავად ამოიცნოთ. პირველი, ფარისეულ ადამიანს ახასიათებს რა? ის ყოველთვის მოხიბლულია და ამავე დროს მოტყუებულია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით. ანუ ყველა ფარისევლის მდგომარეობა იწყება იქიდან, რომ საკუთარი თავი გონია რაღაცა, ვიღაცა ან ვინმეზე მერე თუ გავაგრძელებთ ვინმეზე მეტი. და ამისგან არავინ არ არის დაცული. დილით გაიღვიძებ თუ არა ადამიანი, იმ წუთში ეს ფიქრი შემოდის, ამიტომ მეზე ფიქრი შემოდის, ეგრევე რომ მე ეგოისტია ადამიანი და ყოველთვის მოკლედ საკუთარ თავზე აქვს, ზოგს ინტელექტუალური, ზოგს რაღაცა სხვადასხვა ნიჭები მისცა ადამიანს ღმერთმა, მაგრამ ამ ნიჭებს ადამიანი იწერს საკუთარ თავზე და გონია რომ ეს მისი არის. ხშირად ყოფილა ჩემზე რომ ახლა მე ხომ მღვდელი ვარ, სასულიერო პირი ვარ და ანუ აგერ ლიტურგიას ვატარებთ. მოკლედ ამან საერთოდ ჩემში უდიდესი ფარისეველი შვა, როდესაც აი ჩვენ არა მარტო ამ სამრევლოში, არამედ უამრავ ადამიანთან მიწევს კონტაქტი, როგორც სოციალური ქსელიდან იქიდან, ამან კიდე გაზარდა საკუთარი თავის, ანუ საფრთხე იმისა, რომ იყო ადამიანი ფარისეველი და მოკლედ ჩემშიც არის ეს მომენტი და როგორც ყველა ჩვენთაგანში ალბათ. აი ამან უფრო გაზარდა ეს მომენტი, რომ ადამიანს გონია ის საკუთარი თავი, რაც მოკლედ ვითომ ხარ რამე და ყოველთვის მოვიწყდება ხშირად ესეთი რამე, რომ ვინ მომცა მე ესე? მღვდლობა ვინ დაადგინა? მღვდლობა უფალმა დაადგინა. მღვდლობა იყო დადგენილი როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში. ვინ მოიტანა ეს ჩვენამდე მოციქულებმა, წმინდანებმა და დღეს რომ ეს სასულიერო პირი ვარ, ვისი კურთხევით ვარ, ეკლესიის კურთხევით ვარ. დღეს მე თუ რამეს წარმოვადგენ ბჭყალებში, რამეს შეიძლება წარმოვადგენდე ვინმეს თვალში, ვინ მომცა მე ეს? მომცა ეკლესია, მომცა ჩვენმა პატრიარქმა, მომცა ჩემმა მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა. ვინ ვიქნებოდი მე, რო არა ეხლა აქ? ვინ ვიქნებოდი მე, რო არა ეკლესიის წიაღში? ვინ ვიქნებოდით? აი ამაზე იფიქრეთ აბა თქვენ, ვინ იქნებოდით და როგორები იქნებოდით თქვენ, რომ არ ყოფილიყავით ეკლესიაში და თუ ვინმე აღმოაჩენთ იმას, რომ იცი რა, მე მგონი გარეთ უფრო უკეთესი ვიქნებოდი მე. აი წეგან ძალიან მარტი მაგალითს მოგიყვანთ, აი დღეს მინდა ღიად გესაუბროთ, ხო? როდესაც სამღვდელო პირი ეზიარება ხოლმე, ანუ შიგნით იცით, რომ ჯერ სამღვდელოება ეზიარება და შემდეგ ბარძიმი გარეთ გამოდის და ხა ჩვენთან
ის არ არის ცივა, ხო, იცით რომ ცივა და პირველი რაც გეყინება ადამიანს ხელები, ხო, კიდურების გაყინვა იცის და რო ეზიარები ხომე და ნაწილებს გავამზადებ ჩვენმა ზური მიცის ხომე სტიქაროსანმა იმ წუთში მოგიტანს იმას ხელის დასაბანს წყალს და მოგლეთ იცის რომ გაყინულია და თბილ წყალს დაამატებს ხომე და ნაზიარები რაღაცა შინაგანად სულიერად ხო იგზნობ რაღაცა ესეთ აი რაღაც სიხარულს გზნობ არ ვიცი ხა ესე შეიძლება ჩემი ფარისევლობა მაგრამ რასაც გზნობ უბრალოდ შინაგანად რაღაცა კარგს გზნობ რა არის არ ვიცი და ეს სიტყვით არ გამოიცემა ყოველ შემთხვევაში რაღაც სიხარული შემოდის გულში და რო გამოხომე ხელს გადამაბაინებს და ისეთი კარი ანუ გაყინულ ხელებზე ამ თბილ წყალს ცოტა ცხელ წყალსო დამასხავს ხოლმე წეღან მეუნებოდი რომ მე მგონი მეთქი ნუ ეს რა ქვია ზიარებაზე უფრო მეტი სიხარული ამას მოაქვს მეთქი იმიტომ რომ ხელები რო გამithbeba მეთქი ისე იგი ხელი რო გათბება თითქოს ეგ არის და ამას გულისხმობ ზუსტად რა აბა დაფიქრდით საკუთარ თავზე იქნება ვიღაცა უბედურიც ხარ ტაძარში რო ხარ იქნება ვიღაცა უბედურიც ხარ თუ ეკლესიაში ხარ რატო იმიტომ რომ ამ ეკლესიაში რა არის მამაო სინანულს ითხოვს მამაო რა ეკლესია უფალი ითხოვს ანუ ეკლესია შეცვლას ითხოვს ქრისტე მეუნება შეიცვალე უკეთესი გახდი თავმდაბალი იყავი მორჩილი იყავი სინანული უნდა გქონდეს და იქნება რომელიღაცა თქვენთაგანი ფიქრობდა აზ კი აძალებთ საკუთარ თავს მაგრამ ფიქრობთ რომ რავი გარეთ რო ვარ უკეთესად ვარ სახში რო ვზივარ და ბოდიში ამ გამოთქმაზე რო ვჭორაობ ჩემს მეგობრებთან ერთად ქალბატონებს გეუბნებით მოგლეთ უკეთესად ვარ შეიძლება მამაკაცებმა თქვა რომ სუფრაზე რო ვზივარ და იქ განვიხილავთ საკითხებს და ვიგინები და ვილანძღები ან ბირჟაზე რო ვდგევარ და იმ ტერმინებით რა ტერმინებითაც ლაპარაკობ უკეთესად ვარ იქნებ სამსახურში უფრო უკეთესად გძნობ თავს ანუ ეს უნდა დასვა ადამიანმა კითხვა რომ სად ხარ უკეთესი და ბედნიერი სად გიხარია ყველაზე მეტად მისვლა და თუ აღმოაჩენ შენ რომ ეკლესიის იქით შენ სადმე უფრო მეტად გიხარია ყოფნა ან თუნდაც საკუთარ ბაღში როდესაც ბაღს ისე იგი რაღაცა აწესრიგებ თუნდაც კეთილ საქმეს აკეთებ ეხლა მე ცუდი საქმე ვთქვი მაგრამ კარგ საქმესაც რო აკეთებ აი თუ კი შენ აი ამ დროს იქ უფრო ბედნიერად გძნობ თავს აი მაშინ გამოდის რომ რაღაცა არის ჩვენში რაღაცა ისეთი რომელიც შესაძლებელია და გარდასატეხი არის ამიტომ აი გახსოვდეს ყოველთვის მე სტიქაროსნებსაც ვეუბნები და ყველას გეუბნებით იფიქრეთ იმაზე რა მოგცა ჩვენ ქრისტიანობა მე ვარ არ ვიცი ხა უდიდესი მადლიერი ვარ და რა ვიცი ეს მადლიერება საიდან როგორ უნდა გამოხატო მაგდენი ძალაც არა აქვს ადამიანს ხა რომ მადლიერება გამოხატო ღმერთისა რის გამო იცით უბრალოდ რომ წმენა მოგცა განა ის რომ სამუდელო პირი ვარ მე ან რაღაცა უბრალოდ რწმენა რო გაქვს ადამიანს გახედეთ გარშემო სამყაროს ურწმუნო საზოგადოება რას უკეთებს და როგორ ექცევიან ადამიანები ერთმანეთს და ჩვენ ღვთისწყალობით ამისგან დაცულები ვართ და ამიტომ გახსოვდეთ პირველი ნაწილი არის ეს რომ მოხიბლული ადამიანის საკუთარი ცხოვრებით მას გონია რომ ეს მისია მან მიაღწია ანუ ქრისტიანობაში იქნება თუ რამეში მოკლედ მან მიაღწია საკუთარ თავზე როდესაც მიიწერს ადამიანი მოკლედ იმას რაც აქვს ადამიანს ხო შემდეგ ისე იგი ადამიანებს აქვს წარმოდგენა მეც ახლა ესე ვგითხარ წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და ანუ ვიტყუებთ საკუთარ თავს აი მინდა გითხრათ რომ ფარისევლის ცხოვრება არის გამოგონილი ცხოვრება აბა ეს სიტყვები დაუკვირდით რასაც ვიძახით ფარისევლის ცხოვრება რეალური ცხოვრება კი არ არის მისი გამოგონილი ცხოვრება არის ანუ ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას იგონებს, ყველა ადამიანი თავის ცხოვრებაში იძახის, რომ მე ესე იქ წავალ, აქ წამოვალ და ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის. აი რომელიც ცხოვრება არ არის ქრისტიანი ადამიანისთვის გამოგონილი, მისი პირადი გამოგონილი. ქრისტეს გარეშე ყველა ცხოვრება არის გამოგონილი. ანუ ქრისტესთან ერთად არის ერთადერთი ცხოვრება, რომელიც საღვთო ობიექტური სიმართლიდან გვეძლევა. გვეუბნება როგორები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორი საქმეები უნდა ვაკეთოთ. მხოლოდ და მხოლოდ გამოუგონა, ანუ ღვთისგან შექმნილი ცხოვრება და ნამდვილი ცხოვრება არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეში. დანარჩენ შემთხვევაში ადამიანი იგონებს საკუთარ ცხოვრებას თვითონ. ეხლა დავამატებ ამას აქვე. ვინ არის ფარისეველი ადამიანი? მეტნაკლებად ყველა ფარისევლები ვართ, ვინც წმინდა წერილს არ კითხულობს, ვინც მის განმარტებას არ კითხულობს
და ვინც წმინდა მამათა სწავლებას ეკლესიისას არ კითხულობს, ყველა ფარისეველია. რატო? იმიტომ რომ მას თავისი გამოგონილი ცხოვრება აქვს. რამდენიც არ გინდა მაგან ილაპარაკოსო, აიცი რაღაცა იესო ქრისტე ღმერთი და წმინდა სამება და რამდენიც არ გინდა ილაპარაკოს ადამიანმა, ესეც მისი გამოგონილი არის. და როგორ იყო ფარისეველი? ფარისეველი, რომელიც დღეს იგავში რო არის, შევიდა ტაძარში, ურწმუნო იყო? არ იყო ურწმუნო. ლოცულობდა, მაგრამ რას ლოცულობდა და როგორ ლოცულობდა? მისი გამოგონილით ლოცულობდა. რატომ არ შეაფასა დადებითად უფალმა მისი ლოცვა და მისი ცუც რას იძახდა? 2 დღე ვიმარხავ, ათეულს შევწირავ, ყველაფერს აკეთებდა, ჯულს ვიცავ. არა ვარ ნახე რას იძახის, არა ვარ მტაცებელი, არა ვარ მემრუში, ანუ ცუდი ადამ პარავი არა ვარ. არა ვარ ისეთი აისრო ვარ ევკარო დგას მეზვერე, აი იმნაირიც არა ვარ. ტყუილიც ხო არ უთქვამს, იმნაირი არ იყო ნამდვილად, მაგრამ ნახეთ როგორ არის. ფარისევლის ცხოვრება არის როგორც მისი რელიგიური გამოგონილი ცხოვრება. და ხშირად რო გეუბნებით ხოლმე თქვენ რომ ანუ აქაც კი ტაძარშიც ადამიანი თვითონ იგონებს ამ რელიგიურ ცხოვრებას. არ უნდა მოსმენა, როდესაც ეუბნები რომ იცი რა, იმუშავე საკუთარ თავზე რომ დამდაბლდი, სიმდაბლე გჭირდება. ანუ იმუშავე საკუთარ თავზე რომ მორჩილება ისწავლოს, სინანული კონდეს, სიმშვიდე, არ აინტერესებს ადამიანს. ეს არ აინტერესებს ადამიანს, იმიტომ რომ თავისი გამოგონილი ცხოვრება აქვს, ისე იგი სარწმუნოებრივი ცხოვრება. არ შეუძლია მეზვერესავით იყოს, არ შეუძლია ბოლოში დადგეს და რა თქواس, აი სიმდაბლე, თამდაბლობა, რომელიც თავს არ აგაწევინებს მაღლა. შედარება რომ მოიყვანო, ეს არ შეუძლია მას. ანუ მოდი ავიღოთ, ყველა ფარისეველია, ჩვენში ფარისეველია, მე პირადად გეუბნები, ხშირად მეც ჩემივე გამოგონილი ცხოვრებით მიცხოვრია და ხან ვცხოვრობ კიდეც. იმიტომ რომ არ გამოწმებ ჩემს აზრებს, ჩემს ფიქრებს. რაღაცა უცებ რაღაცა თითქოს ამ გეუბნები შეიძლება ბოროტისგან იყოს ეს ყველაფერი. ჩვეულებრივ შეიძლება ბოროტმა სულმა ნახოსო, შენ იჯერებ იმას, რაც შენ თავში მოგივიდა და ისეთი მინიშნებები და ისეთი რაღაცა შეიძლება მოგცეს, ადამიანი გადაგაგდოს, საერთოდ ეკლესიას მოგწვიტოს. და საუკითხვას ვინ არ არის ფარისეველი? აი მაგალითად ერთ-ერთ წინასწარმეტყველს, რომელსაც უფალს უნდა რომ გააგზავნოს საწინასწარმეტყველოდ, გამოეცხადება მას და ეუბნება, წადი და შენ ერს აუწყე და ესა და ეს აუწყე. იმალება, იძახის, რას ამოვ კაცო, მე ვინა ვარ? უფალი რანაირად მოვა ჩემთან და მე რანაირად უნდა ვილაპარაკო და ამ ხმას არ დაუჯერებს. წარმოიდგინე, ღმერთი გამოეცხადა ადამიანს ანგელოზის სახით ყურში, ეუბნება რომ წადი და იწინასწარმეტყველო. გაიქცევა და დაიმალება. მეორეთი კიდე სადაც დაიმალება, იქაც მივა უფალი და იქაც ეტყვის რომ წადი რო გეუბნები და იწინასწარმეტყველე, შენ გამორჩეული ხარ იმისთვის რომ იწინასწარმეტყველო. იქიდანაც გაიქცევა ამას რომ თავის თავს უღირსად თვლის და გაიქცევა და ბოლოს რას იზავს იცით? იერუსალიმის ტაძარში შევა და დაწვება, ტაძარში დაწვება და ღამე იქ დარჩება, რომ ისე იგი იქ უნდა რომ დაიძინოს, რომ იცის რომ ტაძარში მაინც დაცული იქნება, რომ ეს ჩვენება არ იცის, ეს გადამოწმებულად ღმერთისგან არის თუ არა. და დაწვება ამ ტაძარში და იქ რომ ნახავს უფალი ისეთი საოცარი სიმშვიდით და სიმდაბლით და სიყვარულით მივა, რომ აი მაშინ მიხვდება იმას, რომ იცი რა, ეს მართლა უფალი არის. და ჩვენ ავიღოთ. ისე იგი ფარისევლობას ასგულისხმობ, მე განა არავინ არ თქვას, ეხლა ვინმეს არ განვიკითხავთ აქ. ადამიანი არ არსებობს, ისე იგი, რა ვიცი, ჩემ პრაქტიკაში იმდენი ყოფილა, ყოველ ღამე ხან ქრისტე გამოეცხადება ვიღაცას, ხან ღვთისმშობელი, თქვათ და ასეა. შენი მოქმედება მაჩვენე, მერე რას აკეთებ? ცხვირი რო გაქვს აწეული, მერე რომ მე ღვთისმშობელი გამომეცხადა თუ მაცხოვარი, იქნებ ეს ბოროტისგან არის ეს ყველაფერი. ამიტომ თუ კი ნახე ჩვენი ვინ არ არის ფარისეველი, რა ვთქვი? ფარისეველი არ არის ის, ვინც როდესაც რაღაცა ისე იგი ფიქრი მოუვიდა და აზრი მოუვიდა, ჩაიხედა აი ამ სახარებაში და თქვა, უფალო, ნეტა ეს ჩემი ფიქრები სწორია? შენგან არის ეს ფიქრები? შენ მომეც, შენ მომიწოდებ ამისკენ? გადავამოწმო, იქნებ სწორ მდგომარეობაში ვარ.
ვიღაცას რო ვასწავლი ვიღაცას რაღაცას რო ასწავლით ხოლმე, დაფიქრდი, აბა ეს მართლა საღვთო გამოცხადებით, ანუ ეკლესიის სწავლებით არის. დღეს ყველა ხომ მასწავლებელი გახდა. ჩემი თამადობით, ყველა რაღაცა სარწმუნოების საკითხებს ვასწავლით და როგორ გითხრათ, გაუფრთხილებლები ვართ ამ საკითხში. არ უფრთხილდებით საკუთარ არც შინაგანს და არც კიდე სხვა ადამიანის შინაგანს არ უფრთხილდებით. მაშასადამე გახსოვდეთ, ის ფარისეველი ვინც დგას ვინ არის? ადამიანი, რომელიც თავისთავად რელიგიურია, მლოცველია, მაგრამ ამავე დროს გამოგონილია მისი ცხოვრება, მისივე გამოგონილი არის. თუმცა წმინდა წერილის მცნებებს ამბობს ეს ადამიანი, შინაგანი მისი მთლიანად დაშორებულია. გახსოვთ უფალი რას ეუბნება? ეს ხალხი ბაგითა მათითა ახლო არის ჩემთან, მაგრამ გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან. აი ფარისეველი ვინ არის? ბაგითა მათითა მადიდებენ მე და ახლო არიან ჩემთან, მაგრამ გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან. აი ფარისეველი, რომელიც წინ დგას ტაძარში და ლოცულობს. ჩემ თავზე ფიქრობ ხოლმე, რა შენზე არ არის? ბაგით საუბრობ, ბაგით ლოცულობ, მაგრამ გული სად არის შენი? გული ახლოს არის ღმერთთან? შენი გული ეძებს ღმერთს? ძიებაში არის ღმერთისა? შენი გული არის დაბალი? შენი გული არის ღვთის მოშიში, რომ ვაიმე მეშინოდეს სარწმუნოებასთან, როგორ უნდა მივიახლო ესე კადნიერებად? არ არის, არ ჭკუას არ ვსწავლობ, მაინც იგივე ვრჩები, მაინც იგივეს ვაგრძელებ. სინანული რომ მოვა, უფალი რამე განსაცდელს მომივლენს და სინანული უნდა დამეწყოს, პირიქით ვაკეთებ. შინაგანად ვეწინააღმდეგები, რომ ესე კი არ უნდა ყოფილიყო, ესე არა და მაინც მინდა ისე იყოს, როგორც მე მინდა. ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ნებისმიერ განსაცდელს თუ იმას ვიღებ ისე, როგორც ისე იგი ჩემია, ჩემი ცხოვრება. სად არის ღმერთია? არ არის. ამიტომ ფარისეველი ვარ. ჩვეულებრივი ფარისევლობაა ეს. რაც არ გინდა კიდე გეუბნები, ენამ შეიძლება ადიდოს ღმერთი. და უფალი რას იძახის გაიხსენეთ, რომ მრავალნი მეტყვიანმე მაშინ რომ განა შენი სახელით არ წინასწარმეტყველებდით, შენი სახელით ეშმაკს განვასხავდით, შენი სახელით სასწაულებს ჩავდიოდით, მაგრამ რას ეუბნება უფალიო, რას ეტყვის? არ გიცნობთ, არც გიცნობდით არასოდეს, განმეშორენი ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. ამას წინათ სოციალურ ქსელშიც დავწერე და შეგახსენებთ კიდე ამ იმას, თუ იცით. ერთ-ერთ ტაძარში თავისი წესრიგი ჰქონდათ, სამრევლოსო წესრიგი აქვს რაღაცა გარკვეულწილად. და ერთ-ერთი ადამიანი შედიოდა ისეთი ტანსაცმელით, რომელიც რაღაცა დახეული იყო, რაღაცა ცუდად ეცვა ამ ადამიანს და ეს მრევლი წუხდებოდა, ალბათ ესე რო ვთქვათ, სუნიც ექნებოდა მას, თავისებური ჭუჭყიანი იყო ეს ყველაფერი, ამდენი ხნის გაურეცხავ ტანსაცმელს, რა თქმა უნდა, სუნი ექნებოდა რაღაც გარკვეულწილად და ეს მრევლი, ეს მოწესრიგებული მრევლი, ესე რო ვთქვათ, რაღაცა ტაძარში რო ემზადებიან და რაღაცა ზოგს, ისე იგი, რა ვიცი, ზოგს უნამო და ზოგს ესე, მოკლედ გამოპრანჭული, ესე რო ვთქვათ, მრევლისთვის მე სხვას ვერ უწოდებ, იმიტომ რაც გააკეთეს, ასე შეიძლება, თორე კარგად უნდა ჩაიცვა, სუფთად უნდა ჩაიცვა და ყველაზე საუკეთესო უნდა ჩაიცვა, როდესაც ღმერთთან შესახვედრად მიდიხარ. თუ შენ დაბადების დღეში უფრო უკეთესად ემზადები წასასვლელად, ვიდრე ქრისტესთან შესახვედრად, რა თქმა უნდა ეს არ არის, მაგრამ ნახეთ რა იყო ეს ადამიანი, როდესაც შეწუხდნენ ესენი ამის სუნით და ამ იმითი და მივიდნენ წინამძღვართან. უთხრესო ესე და ესეაო და წინამძღვარმა თქვა, კარგითო, მე მომაგვარებო ამ საკითხს. ამ წინამძღვარმაც ნახე როგორ თქვა, თითქოს აი ლამაზად უთხრა ამ ადამიანს, აბა სახში რო წახვალო, ლოცვა წაიკითხეო და ღმერთსაო სთხოვე რომ გამოგიცხადოსო, როგორ უნდა მოხვიდე ხოლმეო ტაძარშიო, როგორ უნდა იყეო ჩაცმულიო. ამ ადამიანმა უბრალოდ კარგიო მამაო, კარგიო, ესე გავაკეთებო. წავიდა და ღამე ილოცა საღამოს ლოცვა და ღმერთს თხოვა. და დილით წირვაზე ისევ იმ ტანსაცმლით მოვიდა. და მღვდელი მივიდა და ეუბნება, რომ სასულიერო პირო, შენო თხოვეო ღმერთსო, რომ გამოეცხადებინაო შენთვისო, ისაო, რომ აქ როგორ უნდა ჩაგეცვაო? კიო, კითხეო მეო, და რა გავაკეთო, შევეკითხე, რომ როგორ უნდა მივიდეო და
უფალმა მითხრაო, რომ არ ვიციო, მე მაგ ტაძარში არასოდეს არ ვყოფილვარ. მიხვდით რა ხდება? აი ეს არის ფარისეულობა ზუსტად. აი თუ ვინმეს გინდათ რომ რა არის ფარისეულობა, ეს არის ფარისეულობა. გარეგნულად მოწესრიგებული ადამიანი, ჩაცმულად ყველაფერი, მაგრამ მათი გული წირვაზეც იდგნენ, ისე იგი ქერუბიმთასაც გალობდნენ. ჩვენთან ანუ ქრისტიანს ჩვენ შორის და არს და იყვეს და სიყვარულითაც იამბორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათი გული სად იყო? ის იყო მათ შორის ქრისტე, მიხვდით? ის იყო ქრისტე. ერთ-ერთი სასულიერო პირმა მოყვა, გაგახსენებთ, მინდა რომ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად იყოს თქვენს მეხსიერებაში ჩარჩეთ, ესეთი ამბები უფრო ჩარჩება ხოლმე და ხშირად გახსენდებათ, ვიდრე რაღაცა ისეთი თეოლოგიური საუბრები, რომელიც არის და ერთ-ერთი სასულიერო პირი ყვება, რომ ეკითხებია, რომ ღმერთი როდისმეო, ანუ აი გიგრძნიაო, რომ ღმერთი მოვიდა შენთანო? და კიო. და მოკლედ გათქვა ეს არ მინდაო რომ თქვა, მაგრამ გეტყვით ეხლა რა მოხდა. მოკლედ სახში რომ მივდიოდიო, კიბეზე ავდიოდიო, ხო და იმ კიბესთან იყო აი ესეთი დავარდნილი ადამიანი. აი რას ეძახიან ამას, აი რუსები ეძახიან ხოლმე, რაღაცა ბომბს ეძახიან, თუ არ ვიცი, გარეთ რო ცხოვრობენ ადამიანები და მოკლედ რაღაცა ცუდად არ ვიძახი, უბრალოდ მინდა რომ მიგახვედროთ რაზეა საუბარი და გარეთ რო ცხოვრობს და რა ვიცი, აი ძალიან მოუწესრიგებელი, აი ესე დახეული ისა სუნი, აი ავიცი ყველაფერი ზედ ისე იგი საშინელი და ამ ადამიანის კორპუსში ცხოვრობს და იქ კუთხეში იყო ესე იწვა, აი იმასთან სანამ შეხვალ ხო იყოფა სამი ის არ არის და იქვე იწვა ეს ადამიანი, კარდონი ქონდა გაშლილი და ამაზე იწვა. და რომ მივიდა და რო ნახა ამ ადამიანმა, რო დაინახა, ხო? ისე იგი შევედიო და გამოუტანე საჭმელიო. აი რაღაცა საჭმელი გამოვდა, ძალიან ციო და ზამთარია და ძალიან ყინავს, ისე იგი რამოდენიმე გრადუსი იყო ყინვაო და აი ესე გამოუტანეო იქ რაღაცა რძე გამოუტანე რაღაცებიო, მივეციო დაუდეო. ხო და აი რომ მივეციო ეს ყველაფერიო, მეორე დღე იყო, ეს იყო ნათლისღების წინა საღამო. ლოცვიდან მოვიდნენ ცოლ-ქმარი, ანუ მღვდელი და თავისი მეუღლე. და რო მივეციო ესო და რო გამოვბრუნდიო, უნდა წავსულიყავიო, მამაო, და რო შევხედეო, თვალებით ამომხედაო, აი ესეთი როგორი თვალები იცი, გონიერი თვალები, რაღაცა სხვა სახე ქონდა შინა, ანუ ამ გარეგნული ფორმის უკან რაღაცა საოცარი განცდა ისა შინაგანი ესეთი სახე, აი გათეთრებული, აი გაბწყინებული სახე იყო და ამომხედა ესე და მითხრა, მრავალ ნათლისღებას დაესწარი. და ამ დროს რომ მითხრა მრავალ ნათლისღებას დაესწარი, შენცაო და შევედიო. და რო შევედიო სახში, თვალწინ დამიდგაო, აი თუ როდისმე წარმომიდგენია მაცხოვართან, რომ ანუ აი როდისმე რო წარმომიდგენია, რომ აი ქრისტესთვის შემეხედა როგორი შეიძლება ყოფილიყო, იმ წუთში აღმიდგა თვალებში, რომ ვაიმე დედაო. და გამოვედიო ეგრევე, რომ ანუ რაზე იყო, რაზე მწუხარებდა, რომ მარტო საჭმელი კი არა, ის იმიტო იწვა იქა, რომ სახში შემოშვება უნდა. ხო, ანუ ამდენ ყინვაში, ხო, მინუს 100 ამდენ ყინვაში დატოვა გაარეთ. ხო და რო გამოვიქეციო უცებ, რომ მივხვდიო, რომ ვაიმე დედა, ქრისტე მოსულაო. ანუ უფალი მოვიდა ჩემთანო და მეო, ანუ რა გავაკეთე ესო რა? და რო გამოვედიო. ისე იგი აღარ იყო ის ადამიანი, ალაგებული იყო, ყველაფერი არ იყო იქ და გამოვიქეციო და ახლა მესამე სართულზე ცხოვრობდა, ესე ჩამოვირბინე და თოვლიდო, ძალიან დიდი თოვლიდო. და რო ჩამოვირბინეო დაბლა, გავიხედეო და ნუ ეხა თვითონ ასე იძახის. ნაკვალებიც ვერ ნახეო. ანუ თუ ის ჩამოვიდა და წავიდა ნაკვალებო და იმიტომ რომ მალე გამოვიდა მამაო გარეთ. და რო დავინახეო წასული იყო ისაო. და მას მერე ვთვლიო, ჩემთან ანუ თუ ვინმე მეტყვის ვაი ჩვენ რო ვეძებთ ხოლმე რომ ანუ იქ ლოცვაში თვალები დახუჭული, კი რა თქმა უნდა, ანუ იესოს ლოცვასო ვკითხულობ რაღაცა და უფალს ჩვენ წარმოდგენებში რო ვეძებ და ხშირად საშინელ ხიბლში არის ადამიანი, გონია რომ რაღაცას ლოცულობს და ქრისტე მოვიდა მაგასთან და რაღაცა, ანუ ნახეთ რა არის, როგორ არის. უფალი ხშირად მოდის აი ასე. მოვიდა ქრისტე
და რა და იმის მერე ეს ადამიანი ეს სასულიერო პირი იძახის რომ ყველა ადამიანში ანუ აი ყველა ესეთ ადამიანში უმზერდა და ეძებდა მას მაგრამ ამავე დროს არა და რას იძახდა კარგად იცით მადლობას უხდიდა ღმერთს რომ ეს დაანახა რა დაანახა იცი რომ ფარისეველი არ იყვეო რა უთხრა იცი შენ რო ადრეც ახმარებოდი ვიღაცა შეიძლება რძეს გააწვდიდი და იმას ეუნებოდა ეგ ნუ ხარ მაგითი კმაყოფილიო თვითონ იძახის ეს მამაო რომ მე ყოველთვისო თუ ვინმე მოვიდოდაო ვეხმარებოდი ანუ კეთილი ეგონა და სათნო ეგონა თავისი თავი ეგონა დიდი მლოცველი დიდი ქრისტიანი დიდი ქრისტეს მღდელი ეგონა და ძალიან მოკლე ხანშიო უფალმა დამანახარაო ნუ ხარ თვითკმაყოფილიო ანუ განცდა მქონდა ისეთი განაისრო ეს რა გავაკეთე და სასოწარკვეთილებაში კი არ ჩამაგდო დამანახა უბრალოდ რომ თვითკმაყოფილი ნუ ხარო კარგია რასაც აკეთებ მაგრამ ნახე რა დააშავე ანუ მუდმივად მახსოვს დღესო ანუ ყოველთვისო როდესაც უფალთან დღესო მე საუბრობო და ლოცულობო ყოველთვის მახსენდება ის რომ მე მის წინაშე ვარ ღვთის წინაშე ვარ დამნაშავე იმიტომ რომ თვითონ მოვიდა და თვითონ არ მივიღე აი ეს არის ჩვენი მოსვლაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ გონია რომ გვეღობება წინ ჩვენი ცოდვები ჩვენი რაღაცა ისინი მაგრამ გაიხსენეთ ხალხო ჩვენი აი ყოფნა გარეთ როდესაც ვარ რამდენჯერ მოვიდა ვინ იცის ქრისტე ჩვენთან რამდენი გლახაკის რამდენი ისეთი ადამიანის სახით მოვიდა ჩვენთან რომელიც ვერც კი შევიმჩნია ვიღაცამ შეიძლება ჩვენთაგანმა გავლანძღეთ კიდეც ვიღაცამ შეურაცხყოფა მივაყენეთ რამდენი შეიძლება ყოფილიყო ასეთი და თქვენ უფალს აიქ ეძებთ სადღაც ჩვენ რომ აი ღმერთო და იქ რაღაც ხელაპყრობილი და ზეცაში ველოდებით რომ გამოგვიშვიდეს და ესაა ზუსტად ფარისევლობა აი ეს ფარისეველი რომელიც დღეს იგავში არის მოცემული აი ესე იყო თვალი აპყრობილი თვითკმაყოფილი ადამიანი რომელიც რა კარგი ვარ და მეზვერე ვინ იყო მეზვერე იყო ის რომელიც თავის თავს განიცდიდა რომ მე ესეთი ვარ უფალო ჯიხს იცემდა მკერჩი და იძახდა ღმერთო მილხინე ცოდვილს ამას და აი ეს სასულიერო პირის მაგალითი რომ მოგიყვანეთ აი ეს ყვება მერე თვითონ იმის მერეო ეს განცდა არ მტოვებს ანუ მეზვერის განცდა არ მტოვებს გულსო რაც არ უნდა ლოცვა ანუ აი რაც არ უნდა თვითკმაყოფილების განცდის საშუალება მქონდესო არასოდეს არ მტოვებს ეგ განცდა რომ არ დაგავიწყდე შენ რომ ქრისტე იყო შენთან და უგულებელყავო და რამდენჯერ უგულებელყავი ჩვენ ქრისტე ვინიც აუცილებელია ვინმეს ესე თვალებში შემოქმედოს ვიღაცამ და დაინახო თუმცაღა ჩვენ რო შემოქმედოს თქვენ გონია ჩვენ მაგას დავინახავთ მაგასაც ვერ დავინახავთ ცნობითაც ვერ ავცნობთ მაგას და კიდევ ვიძახი რამდენი გლახაკი ყოფილა ასეთი რომ ჩვენ ესე გაგვიკეთები აი ესაა ფარისევლობა და ფარისევლობა კი არ არის ესე ხშირად არის კიდევ ვიძახი მე ჩემ თავს ვეძახი ჩემ თავს ყოველ დღე ვეძახი მაგასო ხარ ფარისეველი როდის მე მეზვერე გახდები როდის მე მართლა გულწრფელად ჯიხს დაიცემ კერჩი არა გარეგნულად არამედ მართლა იცემ კერჩი გულს და ეს სიტყვები თუნდაც მოკლე რომელიც შეიძლება ღმერთამდე მივიდესო ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას როდის მე გულით იტყვი ამას მართლა ცოდვილობას განიცდი რომ თვითკმაყოფილება არ მოყვეს ამას შეუძლებელია რომ ალბათ ასე გააკეთოს ადამიანს ერთვისებას გეტყვით უბრალოდ დღე აი ამ მარხვაში ძალიან საგულისხმო იქნება რომ დღეს რაც ხდება განვითარებული მოვლენები რომ სინანულმა არ დაგტოვოს რა აი ერთი რამე მინდა გითხრათ რომ აი ესეთი განცდა რაც ჩვენ თქვით ფარისევლის მდგომარეობა საპირისპიროა სინანულისა ანუ ფარისეველს სინანული არ აქვს დაიმახსოვრეთ ქრისტე მოვიდა და თქვა შეინანეთ ფარისეվել ადამიანს სინანული არ აქვს და როდესაც თქვენ გულში ჩაიხედავ და სინანული არ გაქვთ ისე იგი ფარისევლები ხართ მე ჩემ თავს ვეუბნები როცა სინანული არ მაქვს ფარისეველი ვარ თან უფრო თქვენზე მეტი ფარისეველი ვარ იმიტომ რომ მღვდელი ვარ თუ
სინანული საკუთარი ცხოვრებისა და ცოდვისა არ გაგაჩნიათ ფარისეველი ადამიანი და სხვა შეუძლებელი. ამიტომ ჩვენი მარხვაც უნაყოფოა ხოლმე, იმიტომ რომ მარხვა სინანულის აღსრულება და კანონი არის. მუდმივი სინანულში ყოფნა, მუდმივად გააზრება საკუთარი ცხოვრებისა, რომ სინანული დაიბადოს ადამიანში და ჩვენში არ არის. რატო არ არის? იმიტომ რომ ფარისევლები ვარ და ყველა ვართ ეს ფარისეველი. მაგრამ არ ნიშნავს ამას, რომ არ ვებრძოლოთ ამას. სინანული უნდა დაიბადოს ადამიანში. და ერთ ნაწილს გეტყვით, ყველაზე ფარისეველი მე რა მახასიათებს როგორც ფარისეველს და გადახედეთ ახლა თქვენ თავს. ხშირად ვიცით ხოლმე ასეთი რამე. მე ვიცი იმან რატო გააკეთა ეს. რა იცოდა იმ ფარისეველმა, მიხვდით? რა იცოდა, საიდან ქონდა ეს ინფორმაცია, ან თვითონ ვინ იყო ღვთის წინაშე და ან ის მეზვერე ვინ იყო ღვთის წინაშე. ფარისეველს სულს ახასიათებს რა იცით? საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების შეფასება. სულ გონია რომ ყველაზე ყველაფერი იცის. და გახსოვდეთ, თუ მოვა გონებაში ის რომ მე ეხა ჭკვიანი ვარ და ყველაზე ყველაფერი ვიცი და ხვდები, მაინც გახსოვდეთ რომ ეს არის ერთ-ერთი დიდი დამახასიათებელი თვისება მოკლედ ფარისეველი სულისკვეთების. რა მინდა თქვა? ინფორმირებული ადამიანი ამ წუთი სოფლის ინფორმაციით, ცნობის მოყვარე ადამიანი, რომელსაც ყველაფერი უნდა იცოდეს და არ ემალება ინფორმაციას პირიქით, უნდა და ყური სულ ღია აქვს, რომ ოღონდაც რამე ინფორმაცია გაიგოს და მიაწოდო. ყველა მსგავსი მდგომარეობის ადამიანში უხილავად თვითონაც როვერ გძნობს, არის ფარისევლური სული. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ადამიანს სინანულში უშლის ხელს. რატო იცი? ხედავს მასზე რამდენად უარესი ადამიანები არსებობს. იცი ის ვინ არის? ეგა ის არის კაცო. იცი ეგ ვინ არის? მაგასა იმან ესე. ინფორმირებული ადამიანი იცის სხვა ადამიანები როგორი ცუდები არიან და თვითონ საკუთარი ცხოვრების შეფასება არ შეუძლიათ. ეს იყო ფარისეველი. იქა იცოდა კარგა ვინ არის, შენ რა იცი ვინ არის ის მეზვერე? შენ რა იცი რა ცხოვრები ცხოვრ, შენ რა იცი მის გულში რა ხდება ეხლა? ვინ მოგიყვა, ვინ გითხრა, ვინ დაგავალა მისი შეფასება? მისი ფარისევლის ყველაზე მთავარი დანაშაული ეს იყო, თორე დანარჩენი რაც თქვა, თითქოს სწორად თქვა. მაგრამ საიდან გაქვს ეს ინფორმაცია და მე გეტყვით საიდან აქვს? ვინ მისცა მას ინფორმაცია? პირობითად მისცა ბოროტმა სულმა, საკუთარმა პატივმოყვარეობამ და საკუთარ თავში არსებულმა ამ ფარისევლურმა სულისკვეთებამ. ბოროტის სული მივიდა და უთხრა, იცი ისა ვინ არის? ეგ არის ვინც არის ეს და კი ბატონო, ინფორმირებულია ადამიანი. ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. მე მაქვს ხოლმე კიდე ესეთი რაღაც და ეს ფარისევლობას ახასიათებს ძალიან. ვერ ვიტან ჩემზე მეტად თუ ვინმე სინანულშია, არ ამჯერავს. მე მგონია ჩემი სინანული და ჩემი ცხოვრება ყველაზე კარგი. როგორა ისა ჩემზე მეტად სინანული ასამო, შანსი არ არის, იმიტომ რომ მე ხო ყველაზე კარგი ვარ. და როდესაც ადამიანს ხედავენ რომ ვიღაცა სინანულშია მეტად საკუთარ ცოდვებზე, საკუთარ ცხოვრებაზე, ღმერთი მეტად შეეხო და ღმერთთან მეტად მივიდა, დაუთმო ღმერთს რაღაცა, ვერ იტანს ადამიანი მონანულ ადამიანებს. ვერ იტანს ვიღაცა რომ მეტად მიუახლოვდა ღმერთს და ღმერთს რომ შეურიგდა. როგორ იციან ხოლმე, ეტა შენა დაფრინავ ეხლა რაღაცა, მე ამდენი წელია დავდივარ ტაძარში და შენ ეხლა მოხვედი და რა შენ რა იცი? წეღა რაც გითხარი. ინფორმირებულია უკვე, იმაზე მსჯელობს მის გულში რა ხდება. შენ რა იცი რა ხდება ადამიანის გულში? შენ რა იცი მასში როგორი სინანული დაიბადა და როგორ შემოატრიალა ღმერთმა? ხო გაქვს სახარებაში ავაზაკი გაქვს, მეძავი გყავს, მაგალითად რომელმაც ერთ მომენტში შემოტრიალდა და შეცოდებათა შენდობა მიიღო თუ არა, შინაგანი შვებით გამოვივიდა ეს ადამიანი. და გახსოვდეთ, ფარისეველს სულს ყოველთვის ეჭვით უყურებს და არ სჯერავს და არ უხარია ვინმე სინანული. და
იციან ხომ ასეთმა ადამიანებმა, მე ვიცი ხომ ასეთი ანუ რაზეც მე ვერ ავნანობ. ნახეთ, მე ვიცი რომ ეს უნდა ვინანო ჩემში, მაგრამ ვერ ავნანობ და ვიღაცა მოვიდა და მაგასა ნანობს. რას ვეუნები, იცით, მე რას ვეუნები ხომე და რას ეუნება ადამიანი ზოგადად? ნეტა შენა კაცო. მაგის იქითა შენ რა, სხვა რამეს არაცოდა? შენ რა გინდა? შენ ხო არ იცი მის გულში რა ხდება? იქნებ ის ადამიანი საჩავიდა გო, იქნებ ღმერთს მაგის განკურნება უნდა მაშინ. შენ ვინ ხარ? სხვის ცხოვრებას რატო განიკითხავ? აი ეს არის ფარისევლის დანაშაული. რა გინდა სხვისგან? შენ ცხოვრებას მიხედე ადამიანი. და მე ვერ იტანს ანუ ადამიანს უჭირს ამის აი ვიღაცა რო ღმერთს მიუახლოვდება და მე დაემოწაფება. აი ამდენჯერ მქონია განცდა რომ აი რა არის ეკლესიაში ეხლახანს მოვიდა და რაღაცა და უკვე სტიქაროსანია, უკვე მე ადრე სტიქაროსანი როცა ვიყავი, ან უკვე სტიქაროსანი გახდა, მე ამდენი წელია ესია, მე ამდენი ხანია რამოდენიმე წელი ახსარება რო თქვი თუ რამოდენიმე თვე ზიარება არ მომცეს და ადამიანი მოვიდა თუ არა ეგრევე აზიარეს. ანუ ღვთის დამოწაფებას, ღვთის სიახლოვეს, ოდესაც ხედავს ადამიანი საკუთართ, აი იძახ რატო? ამას რატო და მე რატო არ? ანუ დაჯერება უჭირს ადამიანს იმისი, რომ ვიღაცა შეიძლება მასზე უკეთესი იყვეს და უკეთესი არა გარეგნულად, არამედ შინაგანი სულიერი სამყაროთი და ღმერთთან მიახლოვებიც ყველაზე მთავარი მომენტი. და ბოლოს ეს რო იცოდეთ ფარისევლური სული ქრისტეს წინააღმდეგაც ამბოხდება. ანუ ისეთი თუ არ არის ქრისტეს სწავლება როგორიც თვითონ უნდა და გაუგო ვინმემ, ანუ მე რო გამიგებენ რომ თურმე ეგრე არ არის, მე ადამიანი უკვე ქრისტესთან შედიხარ კონფლიქტში, რომ ესე რატო, ანუ ამას რატო ამდენი და მე რატო ამდენი ხანია ცოდვას ვებრძვი და ამდენი ხანია გეხვეწები და გევედრები ეს მომცე, ამდენი ხანია რაღაცა დაავადება მაგ და წლებია მუხლი ჩოქა გევედრები ცრემლით რო ღმერთო ეს დაავადებისგან გამკურნე და ვიღაცა შემოვიდა ორი რაღაცა მცირე ხნით მართლა ღვთის წინაშე დადგა ილოცა და 2-3 დღის მერე პირობითად ამ სნეულებისგან განიკურნა. რა ხდება შენ თავს ამ დროს? რომელი თქვენთაგანი იტყვის პირობითად რომ ღმერთო მადლობა რომ შენ აი ეს ადამიანი განკურნა. მადლობა რომ დამანახე რომ ანუ ხარ და კურნავ იმათ ვისაც შენ ჩათვლი საჭიროდ და სათნო. ვინ იტყვის იმას რომ იქნება ეს დაავადება შენ საცხოვნებლად არის დაშვებული? არავინ. მაინც ფარისეველი ადამიანი და მე მოკლედ ამას გაიძახის. მოკლედ მეზვერეს გეტყვით, მეზვერე არც არის დასახასიათებელი. მეზვერეები ჩვენგან შორს არიან, ჩვენ ფარისევლებზე უნდა ვილაპარაკოთ მეტი, რომ ჩვენში მეტი ეს არის. ანუ მეზვერე ვინ არის? ანუ სამ რაღაცას გეტყვით. მანიც ისო ღმერთი ჭირდება შესაცვლელად. აი პირველი რაც არის ხდება რომ ღმერთი ჭირდება და ღმერთთან მიახლოვება არის მისთვის აუცილებელი. ანუ არაფერს არ დაეძებს. ტაძარშიც მივიდა თუნდაც გაილანძღოს, მაგრამ მივიდა და ღმერთთან ურთიერთობა უნდა და სურს. ანუ პირველი მეზვერი არის ის, ვინც იცისო მას შველა, გამოხსნა და დახმარება ჭირდება, რომ ღვთის გარეშე არაფრის გაკეთება მას არ შეუძლია. აი ეს თუ არ არის ადამიანში, მაშინ მოკლედ იცის მეორე, რომ ყველა ადამიანი დაცემულია და ყველა ჩვენი გვჭირს. აი მეზვერე იცის, რომ არავის განიკითხავს, რატო? იმიტომ რომ ვიცი მე ვინაო. ვიცი რამდენად ძნელია ადამიანი რომ დაცემულია, რამდენად ძნელია რომ წამოდგეს ადამიანი, რამდენად რთულია ცოდვა დაძლიოს ადამიანმა, რამდენად რთულია რომ სინანულში იყო ადამიანი. იცის ეს. აი მეზვერე იცის. მეზვერე დგას ბოლოში, შეარჩევს ადგილს იქა კუთხეში დგას და არავის არ უყურებს, არ მაინტერესებს ვის რა გაცვიათ, ვინ როგორ ხართ მოსული, არ მაინტერესებს. თავარი ერთია, მე ვიცი ერთი რამ, რომ მე შველა მჭირდება და გამოხსნა მჭირდება. და აი გძნობს საჭიროებას ღვთის წყალობისა და ღვთის მოწყალების. აი რაღაცა საოცარი ღმერთო მოდი გევედრები. აი ღმერთო გევედრები, მოდი და მიშველე. აი ეს არის მოკლედ
ფარისევლის უკაცრავად მეზვერის მდგომარეობა. ეხლა რატო ვილაპარაკე ამდენი? წარმოიდგინეთ, პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, პირველ კორინთელთაში, პირველი თავის მე-15 მუხში იძახის ასეთ რამეს. გუშინ მკითხულობდი და აი გავიაზრე, მეთქვი, პავლე მოციქული რო ხარ რა? წარმოიდგინეთ, ეხლა ვინ იცნობთ, არ ვიცი, მაგრამ პავლე მოციქული რო ხარ და რას იძახის? ქრისტე იესო მოვიდა სოფლად, ცოდვილთათვისო. ძიმია და მერე არის, რომელთაგან პირველი მე ვარ. და ვფიქრობ ეხლა პავლე მოციქულმა რომის იმპერია მთელი ეს დღეს თუ ჩვენ გვაქვს რამე სწავლება ისეთი საოცარი პავლე მოციქულის ხელიდან და გულიდან გამოსული არის, რა თქმა უნდა, ღვთის მადლით. ეს ადამიანი თუ ამას იძახის, შენ ვინ ხარ? ჩვენ ვინ ვართ? არ ვიცი, მე არ ვიცი. ვასრულებ ჩვენს საუბარს ბოლო სიტყვით, რომ გახსოვდეთ, საკუთარ თავზე ცრუ წარმოდგენას თუ კი დადებთ საძირკვლად, დანარჩენ შენობას, რომელსაც გონიათ რომ აშენებთ, იქნება ტყუილი და მოჩვენებითი აშენება და ის აუცილებლად ოდესღაც დაინგრევა. და ისე დროს დაგენგრევათ ეს თქვენი აშენებული ვითომ სარწმუნოებრივი ცხოვრება, ნანგრევებში მოგიყოლეთ ქვეშ. და ისე დრო შეიძლება დაინგრეს, რომ ძალაც აღარ გეყოთ იმისა, რომ ახლიდან დაიწყოთ შენება. და შეიძლება ურწმუნოებაში ჩავარდეს საერთოდ ადამიანი. ამიტომ მოდი, აი ამ მარხვის დასაწყისში ჩვენში ეს ფარისევლობა დავძლიოთ. დავძლიოთ და გულწრფელები ვიყვეთ ღვთის წინაშე და ამივცეთ საშუალება სინანულს, ღვთის მადლად მოსულს, რომ შეგვეხოს და შეცვალოს ჩვენი პირადი ცხოვრება. ნაკლები გავიხედოთ მარჯვნივ და მარცხნივ, ნაკლები უყუროთ ვინმეს ქმედებებს, ეწინაზეც გითხარი და კიდე გიმეორებთ, ამას არ დაგაცდიან. აი ნახავთ ახლა მარხვა დაიწყება და ნახავთ რაც მოხდება გარშემო. ატყდება ისევ ერთი ამბავი, მერე თქვენი თქვით რომ ვიღაცამ ატეხა, ვიღაცამ არ ატეხა, იმან ატეხა. ვინც დაეტეხა უბრალოდ ვიღაცის ხელით. იმანა ის ატეხავს ყველაფერს და ცხენსა ის უშვებს. ნერე ხოცავენ ადამიანები რატო აუშვი ჩემი ცხენიო და ხოცავენ ერთმანეთსა და უბრალოდ რა თქვა, ეშმაკი აუშვებს ცხენსა და მერე მიდით ჭამენ ადამიანები ერთმანეთსა და ხო გახსოვთ რომ მოგიყევით რომ მივიდა ბე რა გააკეთეო ესაო ხალხმაო დახოცე მე რა გავაკეთე ცხენი აუშვიო მეტი აფერი გამიგეთებიო და ჩვენ თვითონ გააკეთეს. და ესე ვარ ზუსტად და იცოდეთ აი მარხვა დაიწყება მარხვის პერიოდი და ნახავთ დაიწყება ცხენს აუშვებს და დაიწყება ისე რაც ხდება ხოლმე და ამიტომ გახსოვდეთ რითი ვერ ისწავლეთ წლები ესე გრძელდება რაც არ გინდა მოხსეს ეს რატო ხდება ქრისტიანებო სინანულზე არ იფიქროთ არც კი იფიქროთ შენთან რო ვერაფერს გიშვები იქიდან გარედან შევძლებ რომ დაგიშალო სინანულში ხელი აი ეს არის რაც ხდება ამიტომ გახსოვდეთ ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის რომ აღდგომას შევხვდეთ მოკლედ სინანულით და ამავე დროს ეს სინანული მერე გარდაიქცეს საოცარ სიხარულად და საოცარ შინაგან მოკლედ ბედნიერებად რომელსაც ადამიანი ეძებს აქაც და მარადიულ ცხოვრებაშიც ღერთმა დალოცვილი დღეგრძელი და გახარებული გამყოფო და განკურნოს ყველანი ჩემი თამადობით მძიმე ფარისევლობისაგან ამინ